სორია ეროგრა. პოტენციის ასამაღლებელი საშუალება. ეროგრა. იკითხეთ აფთიაქებში. მოგესალმებით ყველას, თქვენ უსმენთ რადიო პალიტრას ტალღაზე FM 103.9. ამას გარდა გაგვაქვს შესაძლებლობა რომ გვიყუროთ კიდეც ლაივ რეჟიმში სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე, რომელიც არის ასევე რადიო პალიტრა FM 103.9. მე გადაცემის წამყვანი თამთა ასათიანი ვარ. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. დღეს ჩვენი საუბრის თემა გახლავთ მტევნის ქირურგია და სპორტული მედიცინა. ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები, ორთოპედ ტრავმატოლოგი მტევნის ქირურგი ბატონი დავით ზაქრაძე და ასევე ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი მერაბ ვარძუკაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან საინტერესოდ ვისაუბრებთ ამ თემაზე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. ბატონო მერაბ, თქვენგან დავიწყებთ მაშინ და შემდეგ უკვე ბატონ დავითთან გადავალ კითხვებით. თავდაპირველად რომ ავუსნათ ჩვენს სვენელსა და მაყურებელს, რა არის ართროსკოპია და რისთვის გამოიყენება ის? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ართროსკოპია არის ნაკლები ინვაზიური, ანუ დამზოგველი, როგორც სადიაგნოსტიკო, ისე სამკურნალო პროცედურა, რომელიც გამოიყენება როგორც მსხვილი, ისევე წვრილი სახსრების სამკურნალოდ და სადიაგნოსტიკოდ. თვითონ ართრო ნიშნავს სახსარს, სკოპინი ანუ ჩახედვა სახსარში, რის საშუალებითაც ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მანიპულაციის და პროცედურის ჩატარება შეიძლება, რითიც შეიძლება დავეხმაროთ პაციენტს მინიმალური განაკვეთის გაკეთებით. ბატონო, და ზოგადად სპორტულ ტრავმებს რა თავისებურებები ახასიათებს, რით არის გამორჩეული? სპორტული ტრავმები მრავალმხრივი შეიძლება იყოს, მოდი ასე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირ ტრავმა, კონტაქტური, უკონტაქტო, შეიძლება იყოს გადატვირთვასთან დაკავშირებული სპორტული ტრავმები, შესაბამისად ასაკობრივი და ასე ვთქვათ, თვითონ გენდერული სხვაობაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად რაც შეიძლება შეხვდეს, ეს არის მოზარდობის პერიოდში, ეგრეთ წოდებული ოზგუჩლატერის დაავადება, სევერის დაავადება, თითქმის ყოველ მეორე სპორტულად აქტიურ ბავშვს იგივე ერთი და იგივე სიმპტომებით ხასიათდებიან. რაც შეეხება უკვე პროფესიულ სპორტს, იქ სხვადასხვა სახის დაზიანებები, ეგრეთ წოდებული მენისკები, წინაჯვარედინი იოგის დაზიანება და რომელიც უკვე ქმნის სხვადასხვა ასე ვთქვათ კომპლექსურ სიტუაციებს, რომლის მართვაც შესაძლებელია ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში. კი ბატონო, და ვისაუბროთ კურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, რომელიც ალბათ განსაკუთრებით დაინტერესებს ადამიანებს, ვინც ახლა გვისმენს, როგორია ამ შემთხვევაში მეთოდები კურნალობის? იგივე, მოდი ასე ვთქვათ, მენისკის დაზიანებაზე, ეს რაც ყველაზე ფართოდ გავრცელებული მუხლის სახსრის დაზიანება, განსაკუთრებით სპორტსმენებში. ართროსკოპიული მეთოდით მკურნალობა არის შესაძლებელი, რომელიც პირობითად ვთქვათ გრძელდება დაახლოებით 15-დან 30 წუთამდე, როდესაც ხდება დაზიანებული მენისკის ამოკვეთა 2.5 სანტიმეტრიანი განაკვეთის საშუალებით და პაციენტი ფაქტიურად პოსტოპერაციულად შესაბამისი ანესთეზიის გავლის შემდეგ უკვე ეყრდნობა კიდურს, თავისუფლად შეუძლია გადაადგილება ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე. და კიდევ სხვა ბევრი საშუალება, რომლითაც იგივე კუნთოვანი ტრავმების, იოგოვანი ტრავმების კურნალობის საშუალება არის ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში, სადაც თანამედროვე ხას უსმენთ ამას ეგრეთ წოდებული მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული კურნალობის მეთოდები არის ხელმისაწვდომი. და ასევე ჟორდანიას კლინიკას წარმოადგენთ და მინდა გითხოთ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრის შესაძლებლობები უშუალოდ სპორტული მედიცინის მიმართულებით. ძალიან კარგი კითხვა არის და მე ესე ვიტყოდი რომ და რამდენიმე თვეა სულ რაც მე შევუერთდი თვითონ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრს და თვითონ ძალიან მონდომებული გუნდია, ცდილობენ რომ თუ კი რაიმე მაღალტექნოლოგიური საშუალება არსებობს იმისთვის რომ პაციენტს მეტი კომფორტი მიენიჭოს და მინიმალურად მოხდეს ასე ვთქვათ პაციენტის დატვირთვა რაიმე სახის სერიოზული ქირურგიული ჩარევით, ეს ყველაფერი ხორციელდება. საშუალება არის გაკეთდეს რაც თქვით ართროსკოპიული ქირურგია, როგორც მსხვილი ისევე წვრილი სახსრების, წინაჯვარედინი იოგის რეკონსტრუქცია, მხრის სახსრის ქირურგია და ეს ყველაფერი კომპლექსურად თავის ასე ვთქვათ მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად ხდის ძალიან დიდ კომფორტს პაციენტისთვის.
მადლობა პასუხებისთვის. გადავინაცვლებ ბატონ დავითთან. დავით ზაქრაძე არის ასევე ჩვენთან სტუმრად და მას მინდა ვკითხო მტევნის ქირურგიაზე, რა არის ზოგადად მტევნის ქირურგია. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მტევნის ქირურგია ეს არის ცალკე დარგი მედიცინის, რომელიც მოიცავს ზედაკიდვის ტრავმულ თუ თანდაყოლილ დაავადებებს, სხვადასხვა პათოლოგიებს. დღესდღეობით ყველა განვითარებულ ქვეყანაში მტევნის ქირურგია არის ცალკე სპეციალობა და ის მოითხოვს სხვადასხვა უნარების, ასე ვთქვათ, ცოდნას, როგორიც არის პლასტიკური ქირურგია, როგორიც არის ორთოპედია და ასევე მიკროქირურგია. აი ეს ამ სამი, ასე ვთქვათ, დისციპლინის გაერთიანებით ყალიბდება ადამიანი მტევნის ქირურგად. დღესდღეობით საქართველოში ცალკე დისციპლინა ეს არ არის, თუმცა ასე ვთქვათ, მტევნის ქირურგთა ასოციაციასთან ერთად, რომლის ასე ვთქვათ, წევრიც მე გახლავართ, ვცდილობთ, რომ მომავალ თაობას შევუქმნათ, ასე ვთქვათ, სწორად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ზოგადად ეს დარგი, იმიტომ რომ დამიჯერეთ, რომ აი ეს სამი, ასე ვთქვათ, მედიცინის დარგის უნარჩვევების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანი ექიმი იყოს სრულფასოვანი მტევნის ქირურგი. ბატონ დავით, ასევე საინტერესოა გვესაუბროთ მტევნის ქირურგიის მიმართულების შესახებ ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში. საინტერესოა ნამდვილად ძალიან დიდი ისტორია აქვს ზოგადად საქართველოში მტევნის ქირურგიას, თუმცა როგორც გითხარით, ეს იყო ცალ-ცალკე ყველაფერი, ანუ პლასტიკური ქირურგები თავის მხრივ, ასე ვთქვათ, მუშაობდნენ ამაზე, ასევე მიკროქირურგები, ეგრეთ წოდებული მიკროქირურგები, სიძველთა ქირურგები, ასევე ორთოპედ ტრავმატოლოგები. დღეს ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში არის იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი გავაერთიანეთ ჩვენ და ძალიან კარგი არის ის, რომ ჩვენთან, ჩვენ სამედიცინო ცენტრში ჩამოდის უცხოელი სპეციალისტი, რომელიც გვეხმარება, ასე ვთქვათ, კარგი მტევნის ქირურგიის განყოფილების გამართვაში და შესაბამისად იმ ცოდნის გაზიარებაში, რაც მას გააჩნია, ასე ვთქვათ, საერთაშორისო მასშტაბით. მე ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი სირთულის ოპერაცია ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში მტევნის ქირურგიის განხრით, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ. ორიოთ სიტყვით რომ გითხრათ ასევე მაჯის გვირაბის სინდრომზე და სიმპტომებზე. მაჯის გვირაბის სინდრომი ეს არის ეგრეთ წოდებული კომპრესიული ნეიროპათია, ანუ მაჯის დონეზე შუათანა ნერვის კომპრესია ხდება იმ არხში, რომელშიც ის გადის მომხრელ მყესებთან ერთად. მიზეზი ძალიან მრავალია ამისი, ხშირი არის სხვათა შორის ორსულ ქალბატონებში, იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, არის შეშუპება ამ დროს და ზეწოლა, თუმცა როგორც წესი, მშობიარობის მერე ეს პრობლემა გადის ხოლმე. ასევე ხშირი არის ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს, ასე ვთქვათ, ხელს პროფესიული, ასე ვთქვათ, დაავადება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორი დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ უნდა მოხდეს დიფერენციალური დიაგნოზი სხვა პათოლოგიებთან, კისრის პათოლოგიებთან, შეიძლება ეს არ იყოს, ასე ვთქვათ, პერიფერიული და იყოს ცენტრალური, ამიტომ აუცილებელი არის ამის დიფერენცირება და დროული მიმართვიანობა, იმიტომ რომ ნერვის დაზიანება, ხანგრძლივი დაზიანება შეუქცევადი პროცესია და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, წლობით როცა არიან პაციენტები ამ პრობლემით და ამ დაავადებით დაავადებულნი, მერე უკვე ქირურგიულ ჩარევასაც ეკარგება ხოლმე აზრი. კი ბატონო. სიმპტომურად ძალიან ხშირი არის ღამის ტკივილი, დაბუჟება პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე თითის ნახევარში და ყველაზე შემაწუხებელი არის ეს ორი სიმპტომი. დაბუჟება და ძლიერი ტკივილი, რომელიც გამოხატული არის ნერვის კომპრესიის გამო. ასე ვკითხავთ, რა არის განგლიონი? და ამ შემთხვევაში როდის ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ეგრეთ წოდებული ცისტა, რომელიც დაკავშირებული არის სახსართან. არსებობს ჰიგრომაც, ანუ მყესთან დაკავშირებული ცისტა და სინოვიალურ გარსთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. როგორც წესი, ის ასე ვთქვათ, არ გადაგვარდება სხვა, ასე ვთქვათ, არა კეთილთვისებიან წარმონაქმნად და თუ ჩივილს არ იწევს, მას როგორც წესი მკურნალობა არ სჭირდება.
ჩივილის შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდები არსებობს. თუმცა ვფიქრობ, რომ კონსერვატიულ მკურნალობას დიდი შედეგი არ აქვს ხოლმე, ანუ მექანიკურად არ უნდა ასე ვთქვათ, გავჩხვრიტოთ ეს კისტა და ამოვიღოთ შიგთავში, ან ზოგადად ამოვჭრათ იმ სახსრის მიდამოდან, სადაც ის ჩნდება. კიდევ რა სახის პათოლოგიები გვხვდება მტევნის ქირურგის ჩარევას რომ საჭიროებდეს? ესეთი პათოლოგია, როგორ წარმოვიდგინეთ, ანუ არსებობს ცალკე დარგი, ხო, მედიცინის შესაბამისად ძალიან ბევრია. ბევრია. როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილებში შეიძლება გამოყოთ ტრავმული, პროფესიული, ძალიან ბევრია ასეთი დაავადებები და რა თქმა უნდა ისევ გავმეორდები, რომ იმისათვის რომ ამ პრობლემებისთვის მიეხედათ ჩვენს და ჭკვიანმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი ეს ცალკე ამის სპეციალისტი არსებობდეს და კი ბატონო. კითხვა შეიძლება ბატონო. რა თქმა უნდა. ბატონო, სპორტულ ტრავმასთან ასოცირებული მტევნის პათოლოგიები რა შეიძლება შეხვდეთ? რა შეხვედრიათ ზოგადად ყველაზე ხშირად? თქვათ კალათბურთელებში, მეკარეებში. ძალიან ხშირი არის კონტაქტური და დაცემის შედეგად გამომთარებული ტრავმები, ეს არის მოტეხილობები, ეს არის იოგოვანი აპარატის და მყესების დაზიანებები. ეს არის ყველაზე ხშირი, ასე ვთქვათ, ტრავმული დაზიანებები, რაც სპორტსმენებში გვხდება. ნავისებური ძვლის დაზიანებასთან თუ ქონიათ სპორტსმენებში რამე არცი ხშირით არის? ხო, ანუ მაჯაში ჩვენ გვაქვს 8 ძვალი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიომექანიკურად არის, რა თქმა უნდა, ეს ერთი ძვალი, ნავისებური ძვალი, რომლის მოტეხილობაც ძალიან ხშირია. მექანიზმი არის გაშლილ ხელზე დაცემის შედეგად იღებ ამ მოტეხილობას და ცუდი ის არის ამ ძვლის მოტეხილობის დროს, რომ დაახლოებით 25% შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ცუდი სისხლომარაგების გამო ეს ძვალი არ ხოსდება. ამიტომ ხშირად პრობლემდება ხოლმე და ხშირად მიწევს შეუხორცებელი უკვე მოტეხილობების მკურნალობა, დაგვიანებული მოტეხილობის მკურნალობა, რაც საჭიროებს უკვე გადანერგვებს და მთელი ამბავი. და ბოლოს კითხავთ ასევე მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე და რეაბილიტაცია რამდენად მარტივია ამ შემთხვევაში? რეაბილიტაცია ნამდვილად არ არის მარტივი და აქაც გავმეორდები, რომ გარდა იმისა, რომ არსებობს მტევნის ქირურგი, არსებობს მტევნის რეაბილიტოლოგიც. კი, დამიჯერეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან სპეციფიური არის. ამ პატარა მიდამოში არის ძალიან ბევრი კუნთი, მყესი, ნერვი, ხო, შესაბამისად ყველაფერს ჭირდება იზოლირებულად ყურადღების მიქცევა. კი ბატონო. დავსრულეთ. მეორე კითხვა. ეს იყო აი რეაბილიტაცია არ იყო მარტივი, თუმცა შეეხება ჩვენთან ჟორდანიას ცენტრში გვაქვს ენდოსკოპიას გულისხმობ, ხო? ანუ მაჯის ენდოსკოპია და წვრილი სახსრების ენდოსკოპია ძალიან იშვიათია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან კეთდება ეს, მე ვაკეთებ ამ ქირურგიულ ჩარევებს, როგორც სადიაგნოსტიკოს, ასევე სამკურნალოს, ხო? და გვაქვს ნანოსკოპი, ანუ ეს არის ნემსი დაახლოებით 1.9 მმ-ის ზომის, რომლითაც ადგილობრივი ანესთეზიით შეგვიძლია, ასე ვთქვათ, ნახოთ სახსრებში რა ხდება და თუ აღმოჩენის პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალოთ პაციენტს. დიდი მადლობა უნდა გითხრათ, შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ბევრს გაუჩნდება ალბათ თქვენთან დაკავშირების სურვილი და ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრში ბრძანდებით. სწორედ ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმები გახდნენ ჩვენთან სტუმრად, ორთოპედ ტრავმატოლოგი, მტევნის ქირურგი დავით ზაქრაძე და ორთოპედ ტრავმატოლოგი ბატონი მერაბ ვარძუკაშვილი. საუბრობდით ძალიან საინტერესო თემაზე, რომელმაც იმედი მაქვს, რომ თქვენს დაგაინტერესათ. ჩვენს გადაცემას კი შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით მომდევნო სტუმართან ერთად. ავერსის კლინიკის დროით 16 საათი და